Am წუთებში გიგვა აგულაშვილი გარემოსდაცვის მინისტრის რანგში პირველ პრესკონფერენციას მართავს ჩვენ პირდაპირ ეთერში რთად უწყებას. მოგესალმებით. ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში შემუშავებული იქნა ხეების მოვლის სხვა ფორმირების ერთიანი წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გსურს დავამკვიდროთ ერთიანი სტანდარტები საქართველოს ქალაქებში ხეების მოვლასთან და ფორმირებასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი მომზადდა იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ არსებული მწვანე კუნძულები და მწვანე ზონები შევინარჩუნოთ და ასევე შევქმნათ ახალი მწვანე კუნძულები, რითაც აქტიურად ვიმოქმედოთ ჰაერის ხარისხის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და ხმაურის შემცირებისათვის. ჩვენ გსურს და ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩავერთოთ ყველა დაინტერესებული პირი და პირველ რიგში დოკუმენტს, რომელიც არის საკმაოდ მოცულობითი, შემიძლია გაჩვენოთ, მრავალგვერდიანი, დეტალური აღწერით, დავუგზავნით საქართველოს მუნიციპალიტეტებს, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებმა განიხილონ იგი, საკუთარი შენიშვნებით ისინი გამოგვიგზავნონ უკან, შემდეგ ჩვენ ერთად განვიხილავთ და მივიღებთ საბოლოო ვარიანტს, მაგრამ ამ პროცესში ჩართულობას ვთავაზობთ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და თითოეულ მოქალაქეს ამ დოკუმენტს ჩვენ, აი ამ სამუშაო ვერსიის ძირითად მესიჯებს ხელმისაწვდომს გავხდით ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ექნება სურვილი, რომ მის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს, რომ დოკუმენტი იყოს საერთო კონსენსუსის შედეგი და შესაბამისად საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა დასახლებულ პუნქტში ეს დოკუმენტი ერთნაირად განხორციელდეს და ბევრ ადამიანს ჰქონდეს მონიტორინგის საშუალება. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმძღვანელს საქართველოში ბატონ ჰანს იოახიმ ლიპის, რომელიც აგრძანდება ჩემგან მარჯვნივ და რომელიც ასევე მთელი სულით და გულით იყო ჩართული ამ პროცესში. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ქალტონ ნანას, რომელიც წარმოადგენს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს სენს და რომელიც გვეხმარება თავისი ორგანიზაციით და ჩვენ ერთად გეგმავთ, რომ სატრენინგო პროგრამა შევქმნათ, რომლითაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაევლიან, აიმაღლებენ ცოდნას ამ მიმართულებით და ჯამში ეს იყო პირდაპირ ჩართვა გარემოსდაცვის უწყებიდან, სადაც ახალმა მინისტრმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. იბერდის კონფერენციამდე კიდევ ერთი კვირა რჩება 13-15 მაისს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიურ კონფერენციას 64 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.